მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე მეგობრებო, დღეს გეულდებათ სხვანაირი ვიდეო, ვიდრე წინა ორი განხილვები. ეს ვიდეო განხილვა არ იქნება. აქ ცოტა რამე ახლის გაკეთება მინდოდა და გადავწყვიტე გავაკეთოთ ესეთი რაღაცა დრაფტი მეგობრებო, ესე იგი ფეხბურთელებისგან გუნდის შეკვრა, 11 კაცის შეკვრა და სხვადასხვა კატეგორიები რო იყოს. აი მაგალითად დღეს გეულდებათ მიმების გუნდის აწყობა ჩემთან ერთად, ესე იგი მიმების გუნდი ნიშნავს, რომ იმ ხალხს ჩავსვავთ გუნდში, ჩვენთან იმ ხალხის ჩასმის უფლება გვაქვს, რა თქმა უნდა, გუნდში, ვინც ხშირად ფიგურირებს მიმებში, ვინც ხშირად ფიგურირებს სასაცილო პოსტებში და ასე შემდეგ რა. მაგალითად, ჰარი მაგვაირი, ყველამ ვიცით, რომ მიმებში ფიგურირებს, ვინმე გაიტანს ავტოგოლს და ის მიმიროა, რომ ხდიან, ესე იგი, ნიღაბს და ვინ არის შიგნით იქ სკუბიდუში როა, ხო და მაგვაირი როა, აი ჰარი მაგვაირი პირდაპირ გეუბნებით გვეყოლება, მაგრამ აი რო აგიხსნათ მაგალითი მაგიტომ მოვიყვანე ეს. ამიტომ ახლა გავუშვათ ინტრო და შევუდგეთ გუნდის აწყობას. Go. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. ესე იგი გუნდს ავაწყობთ, არ ვიცი, რაღაც line-up builder, ესეთი რაღაც საიტი ვიპოვე. არ ვარეკლამებ არაფერს, უბრალოდ ვიპოვე, ჩავწერე მეთქი build team football. Всё, მორჩა. ესეთი რაღაცა, რავი, აქ სქემების დაყენება შეგვიძლია, ნებისმიერის, შეგიძლია თქვენი free form-ით დააყენოთ და ასევე ყველა სქემაა თითქმის. აქ შეგვიძლია, ესე იგი, დინამო თბილისი და ვიღაცებიდან ავარჩიოთ ფეხბურთელები. unavailable ოღონდ, აი line-up-ები ესე რა აიგოთ და რაღაცა საქართველოს ნაკრების line-up-ით და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ჩვენ ვაწყობთ, ესე იგი, XI რა. მიმების გუნდს მოკლედ. დავიწყოთ მეკარით და ესე გავუყვეთ მოკლედ შეტევამდე. მეკარეზე სიმართლე გითხრათ, ფიქრობდი ბევრს რა, აი აქ დასერჩილებშიც ახლა არის, ვთქვათ, კეპა, ტრენტი, ჰარი, ანტონი, მაგრამ მეკარეებზე აი კეპას ვფიქრობდი და ასევე ემილიანო მარტინეს. ემილიანო მარტინეს კეპაზე ორჯერ მაგარი მეკარეა. მაგრამ აი მიმები იყო ემილიანო მარტინესის პიკში უფრო მსოფლიო ჩემპიონატზე რა. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი კეპა ჩაგვესვა აქ. რომ ნუ ეს ჩელსიში ის ხო кайხ ხნის იყო კეპას, რომ აი არ გამოვიდა პენლებზე რო ცვლიდნენ და არ გამოვიდა და რაღაცა მერე კიდე რა. ეხა უბრალოდ აქტუალურია არსენალზე, ისევ მიმებია, რეები გააკეთა და რაღაცა. ამიტომ ჩავსვათ კეპა აქ. მარცხენა მცველი, ესე იგი, მარცხენა ფლანგის მცველი. აქ არის ესე იგი ტრენტს ვფიქრობ მე, მაგრამ ასევე ვფიქრობდი, რომ მარცხრივ შეგვეძლო აი თუ ძალით შემოვაგდებდით მარსელოს ჩასმა რა, მიმებში ბევრჯერ იყო მარსელო ხდებოდა თმის და უფრო მაგის გამო და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ტრენტი რა, ჩავსვათ ტრენტი, იმიტომ რომ ტრენტის მიმები კი ვიცით, დაცვაში ხვიჩას ბულკი და ასე შემდეგ. ტრენტი, ჩვენი კაცი, იქ არასასურველი ადგილების გამორჩენა კუთხურზე და ასე შემდეგ. მოკლედ ტრენტი არის მიმიკაცი და ჩავსვათ ტრენტი მარცხენა მცველად, თან მცველი არ ვიცი, მაგრამ მარცხენა შემტევად კარგია ტრენტი. შემდეგ ესე იგი ცენტრალური მცველები, აი აქ როგორც ხედავთ, ნუ ჰარი მაგვაირი ჩავსვათ ჯერ, ჰარი მაგვაირი ზის, აღარ უნდა მეტი ლაპარაკი მე მგონი. გადავიდეთ აქ. ესე იგი რუდიგერს ვფიქრობ ახლაც, მაგრამ ასევე აი ბევრი ვარიანტი შეიძლება. აი მაგალითად ადრე ვფიქრობდი დავიდ ლუიზი ხო ჩაგვესვა მეთქი, ეხლაც თამაშობს ამ კაცი. იქ რო წაიქცა და ვითომ რო ტკივა და ყვით იმას რო გააგდებენ რო იცინს ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა უფრო აქტუალურად თამაშობს რუდიგერი რეალში და მაგიტო ჩავსვი რუდიგერი, იმიტომ რომ ტყის კაცი არის სუფთა მიმი. მოსიარული მიმია ჩემთვის ანტონიო რუდიგერი, ის სირბილს რო აკეთებდა რაღაც. ამიტომ გადავწყვიტე რომ აქ ჩამესვა ჩვენი კაცი რუდიგერი. ასევე აქ მეწერა, ესე იგი, რომ ჩაგვესვა ხო დავიდ ლუიზი, ასევე შეგვეძლო ჩაგვესვა გაბრიელი და ასე შემდეგ, იქ არსენალის კუთხურების ამბებზე, მაგრამ მოკლედ იყოს ეხლა ამჟამინდელად რუდიგერი რა. გადავიდეთ მარჯვენა მცველზე, მარჯვენა მცველად მე ვფიქრობ აი ამ კაცს, როგორც ხედავთ, ესე იგი მარკოს როხო ვიპოვეთ აგერ, მარკოს როხო, შეხედეთ განგსტერი სახე რაღაცა, მარკოს როხო არის არგენტინელი მცველი, ვინც არისით და აგერ განახებთ კიდეც მაგის მიმებს და ასე შემდეგ.
კაცი მიმია რა, იქ სიგარეტი და ისა და ესა მოკლედ მარკოს რო ხო აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქ, თან ერთი არგენტინელი ყველა გუნდში უნდა იყოს, რომ აი იმას ქნას რა, გუნდს გაუძღვეს მოკლედ და ხასიათი და რაღაცა შემოიტანოს, აბა ხა ტრენტი, პრინცესა და მაგვაერი, ვაი მეწუწუნა და ის რო დადგენ, ნუ ერთი რუდიგერია, მაგრამ ისიც ცოტა გიჟია და აი როხო უნდა ყავდეს გუნდში, თან მიმია კაცი და თან საჭირო კაცია რა, უნდა იყოს გუნდში. გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, აი ნახევარდაცვაზე, ხო? არ ვიცი, ბევრი რაღაცა ვარიანტი იყო, მაგრამ პირველი ვფიქრობ, არ ვიცი თუ მეთანხმებით, ესე იგი პოლ პოგბა. კაცი მიმი, რა ვიცი, დებს რო აკეთებდა, რომელ წელს იყო ეგ 2016-ში მე მგონი. ნუ ახლა უფრო არ არის მიმი კაცი, ვიცი, ნუ დოპინგის გამო გამოტოვა ამდენი ხანი და რაღაც, მაგრამ მაინც მიმატჩება ჩემი აზრით პოგბა, თან პოგბას ძალიან მომწონს და ეს გუნდი არ არის რომ რაღაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ და უბრალოდ მიმის გუნდი უნდა ავაწყოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. всё. არ ვიცი, იმედია მოვხვდებით, მაგრამ პოგბა საჭირო კაცია მიმებში და საჭირო კაცია მიმების გუნდში, სპორტის პონტის მიმების გუნდში მეგობრებო. გადავიდეთ ახლა პოგბას ვინ გაუმაგრებს გვერდს. ნუ ახლა ვფიქრობდი ვალვერდეს, ვაიმე ტრამპ. ახლა ვფიქრობდი ვალვერდეს მოყვანას, ესე იგი, ნუ მიმი გახდა აი გარაში რო ხდება ბაენას და და რაღაცა, მაგრამ აი თან აქ ესე იგი მიწერია, რომ უფრო დელეალი. აი, საწავედი დელეალი, რომ აი თავის აღნიშნას რო აკეთებდა რა, ესეთ რაღაცას, რომ 0-იანი ან 0 ტროფი, 0 რაღაც, ეგეთი რაღაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩავსვათ, მოდი. დელეალი. აგერ და ცოტა ნოსტალგიური ფეხბურთელებიც გამოვიყვანოთ. აი პოგბა, დელეალი, რაღაცა, კეპა და ასე შემდეგ და ჩავსვათ დელეალი. ესე იგი ჯერჯერობით გამოვიყურებით, მე მგონი ნორმალურად, ესე იგი კეპა გვიმაგრებს კარს, ტრენტი იქით მარცხენა ფლანგზე, ნუ მარჯვენა ეს უბრალოდ ჩავსი. მაგვაერი, რუდიგერი, როხო, დელეალი, პოლ პოგბა ნახევარდაცვაში და მესამე ნახევარმცველი შეგვიძლია რომ ჩავსვათ ვალვერდე. რაზეც ვილაპარაკეთ მეგობრებო, სასწაულ ფორმაშია ვალვერდე და შეგვიძლია მივათვალოთ უკვე მიმებში ბაენას მოკითხვა და მადლობა ვალვერდეს გამიმებისთვის, თუ როგორც ითქმის. ნუ გადავედით სტრაიკერზე და ნუ შეტევაზე მოკლედ სტრაიკერზე და ფლანგებზე. სტრაიკერი ავირჩიოთ, მოდი პირველი და ფიქრობდი სტრაიკერად, ესე იგი ბალოტელი ბიჭო. მარიო ბალოტელი. იყოს ჩვენი სტრაიკერი. Why always me? იქ პრესების დაჭიმვა და ესეთი მიმები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩავსვათ მარიო ჩვენს შემტევად on prime-ში. პრაიმ მარიო ბალოტელი გვიზის აქ ყველა ვინც ვსვავთ იყოს პრაიმში, მოდი. ყველა პრაიმში. პრაიმ მიმიქსაი, მოდი. აჰა, გუნდის სახელით შეცვლია. პრაიმ მიმი იყოს ეს გუნდი, ეხლა გადაწყდა ეს მოკლედ. გადავიდეთ ფლანგებზე, აი მარჯვენა ფლანგზე. არ ვიცი, აი ვფიქრობდი, მესი ხო არ შევაქსოვოთ მეთქი, ნუ, გამერა, რაღაცებს რო ლაპარაკობს და ცოტა ესე რო შტერდება და რაღაცები ეგ მიმები ხო არის. მაგრამ აი რავი, ახლა მესი მიმი რაღაცა ისა არ მინდოდა, ამიტომ ვინ თუ არა გოუტ კაცი, თავარი მიმი, ანტონი. სასწაულ ფორმაშია ანტონი რეალ ბეტისში, რაც გამოაღწია მანჩესტერ იუნაიტედიდან, იქ ტენჰაგის კლანჭებიდან, ათამაშდა კაცი, დაფრინავს, ბრავო ანტონის, მიმიც გააკეთა იქ რო შემოდის ესე. გახსოვთ ალბათ მოსაგებად მატჩის. და ანტონი. მე მგონი ძალიან კარგი გამოდის ჯერჯერობით და მარცხენა ფლანგი დაგვრჩა და მარცხენა ფლანგზე ვფიქრობ, აი არ ვიცი ვის. აი აქ მიწერია, ესე იგი, ნეიმარი მიწერია, ასევე, ნუ შეიძლება რიჩალისონი ხო არ დავაყენოთ მეთქი, ასევე სტრაიკერზე ვფიქრობდი, ესე იგი, ბალოტელისაც დარვინ ნუნიეს, მაგრამ დარვინ ნუნიეს პრაიმი, ხა, ხო, ნუ ლივერპულის სანამ იყიდა, არ გვინდა მოკლედ დარვინ ნუნიესი, მაგრამ შეგვიძლია სკამზე დავსვათ, მაგრამ ნუ მარცხნივ მაინც მე შევჯერდი მოკლედ, რომ ჩავსვათ ნეირა. იმიტომ რომ ნეიმარი მიმკაცია და ჩემი აზრით მოუხდება ჩვენ გუნდს კარგად შეთამაშდებიან რა. აი საბოლოოდ უყურებთ ახლა თქვენს, მეც კიდე ერთხელ ამოგიკითხავთ. სასტარტო 11-ეული მოკლედ. კეპა, ტრენტი,
მაგვაერი, რუდიგერი, როხო, დელე ალი, პოგბა, ვალვერდე, ანტონი, ბალოტელი, ნეიმარი. აი თქვენი აზრით რამდენ რას სიშორეზე წავიდოდა ეს გუნდი თქვათ ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? აი ბანდ ჯგუფში, ხა ჯგუფები აღარ არის, მაგრამ ძველი სქემით ბანდ ჯგუფში რომ მოხვედრილიყო, რამე სუსტებთან, რამე მაგალითად აი როგორი გუნდები ავიღოთ, იცი? აი ძალიან სუსტებს რო შეხვედროდნენ რა, უეჭველი რო გავიდოდნენ, აი მე რა მე-16 თუ მე-8 ფინალებიდან სადამდე მივიდოდნენ თქვენი აზრით დაწერეთ და ეხლა ახალ სქემაში საერთოდ თუ მივიდოდნენ რა. აი თქვათ ეს გუნდი რო ჩავაგდოთ ლა ლიგაში. ჩავაგდოთ ლა ლიგაში. პრემიერ ლიგა არ გვინდა ხჭერ ტემპი რაღაც არა გვაქვს ეგეთი, მაგრამ ჩავაგდოთ ლა ლიგაში ეს გუნდი და ვათამაშოთ. მესამეზე მაინც თუ გავიდოდნენ, ან ტოპ 5-ში თუ შევიდოდნენ, არ ვიცი, ჩემი აზრით შევიდოდნენ ძმაო. ნეიმარი, ოღონდ პრაიმშია ყველა, გახსოვდეთ? ნეიმარი, ბალოტელი, ანტონის პრაიმი, ნუ ეხა იწყება ალბათ, დელე ალის პრაიმი ნუ გახსოვს, პოგბას პრაიმი, ვალვერდე პრაიმში არ ვიცი ეხა ისევ, ტრენტის პრაიმი, მაგვაერის პრაიმი, რუდიგერის პრაიმი, როხოს პრაიმი და კეპას პრაიმი, მეგობრებო. არ ვიცი, ცოტა ეჭვები მაქვს, მაგრამ შეგვიძლია რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დავდოთ მხოლოდ მიმების გუნდით. თან ჩვენ შეგვეძლოთ ჩაგვესვა ასევე ემილიანო მარტინესი, ასევე როგორც გითხარით, დარვინ ნუნიესი შეგვეძლოთ ჩაგვესვა. აქეთ ნუ ნახევარდაცვაშიც კიდე მოვიფიქრებდით რამე ისეთ მიმს, მაგრამ აი მიმების კაცი, აი მე ამ ხალხს რო ხედავ, სულ რაღაც მიმი აუცილებლად მახსენდება. არ ვიცი თქვენ გახსენდება თუ არა, მაგრამ მე აუცილებლად მახსენდება, ამიტომ ჩავსვი ესენი და იმედია, მოკლედ მოგეწონათ. თქვენ ვის შეცვლით, რას შეცვლით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დამიწერეთ კომენტარებში და მიმიქსაის გაკეთება მეორე ნაწილი თუ გამოვა, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს. ასევე მე მაქვს რაღაც იდეები, რა გუნდის აწყობა შეიძლება შემდეგში და უფრო ჩელენჯებით ან რაღაცით, მაგრამ თქვენი აზრით მაინტერესებს და ეგეც თუ არ დაგეზარათ, გამიზიარეთ კომენტარებში, ასევე დაწერეთ მოგწონთ თუ არა ეს კონტენტი, ეს ფორმატი და ასე შემდეგ. ეს პირველი ვიდეოა ჯერ ამის და მე უკეთესადაც იქნება უკეთესი საიტი ვიპოვოთ და ასე შემდეგ. და მოკლედ ეს მიმექ საიტ შეაფასეთ 10 ქულიანი სისტემით. რამდენია თქვენი აზრით 10-დან აი ეს გუნდი და რამ სიშორეზე გავიდოდა. ნუ დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო. იმედია ცოტა იხალისეთ, ცოტა გამომყევით თქვენს ვიდეოში და ამ გუნდის აწყობაში. და მოკლედ დაელოდეთ სიახლეებს სპორტის პონტზე, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ დაადისლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არქი თუ მოგეწონათ, ზარის გილაკი ჩართოთ და კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი, რჩევები და ყველაფერი. Peace.